მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. რადიო სივრცის გაზაფხულის სტუდიიდან მაუწყებლობთ. მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. დღეს 12 თებერვალია, 14 საათი და 5 წუთი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს. თუ მეოთხე სეზონს. დღეს ჩვენი სტუმარია ნინო ხელაია, 52 პარალელიდან ანალიტიკოსი, სერიოზული კომენტატორი მიმდინარე იმ პოლიტიკური საკითხებისა სფეროებისა, რომელიც მისი ინტერესის სფეროში შედის და დღეს ჩვენი თავარი ძირითადი სასაუბრო თემა იქნება განათლების რეფორმა, მთელი ის პროცესი რაც დაიწყო და რაც მიმდინარეობს, დღესაც იყო სიახლე მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდა მაგალითად მისაღებ აბიტურიენტთა კვოტები და უკვე გარკვეული ნაბიჯები იდგმება და აქ ნახეთ გარკვეული დრამატული მოვლენებიც დაანონსდა ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება, შემდეგ ეს თითქოს გადაიფიქრეს, მაგრამ რეფორმა მაინც იქნება. თუმცა ხშირად იყო, რომ აი გასულ დღეებში მეკითხებოდნენ, რომ აი უნივერსიტეტების გაერთიანება, მერე აი აღარ გაერთიანება და მაშინვე სანამ ეს გახდებოდა ცნობილი, ვიძახდი, რომ თუ ჩვენ გავეცნობით იმ მთავარ мотивაციებს, იმ საფუძვლებს, რაც ჩაიდო თავშივე, რომ დაანონსდა საერთოდ ზოგადად რეფორმა, უკვე იმ ანონსის დროსაც მე ვამბობდი, რომ იმხელა გეგმებია წარმოდგენილი, იმხელა თქვათ რეფორმის ისეთი ხედვა, ისეთი მასშტაბის წარმოდგენილი, რომ აი ვერ მივხვდი რატომ ააღელვა საზოგადოება აი პატარა რაღაც ფორმალურმა, მე ვიტყოდი გარეგნულმა საკითხმა, მესმის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანების რაღაცა ნაწილია, ერთგვარი არქიტექტურული ძეგლია მიჩვეული ხარ, რომ რაღაც არის ესე, მთელი ცხოვრება ესეც და უცებ ეს რაღაც იცვლება, ხო, გარკვეული ბრენდი შეიძლება გაქრეს და ამაზე ახლა ბუნებრივია რეაგირება, მაგრამ გარკვეული ადამიანებისთვის იმხელა რამ იყო ძრა თავიდანვე ჩადებული, რომ ყურადღება უნდა ყოფილიყო მიმართული ჩემი აზრით საფუძვლებისკენ და ნინო არის ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც სიღრმისეულად ცდილობს დაინახოს როგორც პრობლემისასი არსი, ისე მისი გადაწყვეტის ფორმები და კრიტიკა სწორედ ამ წრილში წარმოშვას. სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ ჩვენ დღეს და ჩვენ დავიწყებთ ზოგადიდან. პირველ რიგში აი რამდენად მიგაჩნია, რომ ეხლა 2026 წელს დადგა ის მომენტი, როდესაც განათლების მთელი სისტემა, იმიტომ რომ ეს მთელ სისტემას მოიცავდა სხვადასხვა საფეხურს, შინაარსობრივად, ფორმალურად საჭიროებს რეფორმას. მოგესალმებით მეც და მადლობა წარდგენისთვის და მოწვევისთვის. რამდენად ხო კითხვა იყო ასეთი, რომ რამდენად არის დღეს ეს საჭიროება, რომ შემდგარიყო რეფორმა. მე ვიტყოდი, რომ რეფორმის საჭიროება ზოგადად დღეს კი არა, კარგახანია დგას. განსაკუთრებით თუ ჩვენ ვაღიარებთ იმ მოცემულობას, რომ რეალურად განათლების სისტემა კრიზისშია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ანუ და ისევ და ისევ ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ ზოგადად რას ფიქრობთ, რომ რა არის განათლების სისტემის პრობლემები. ჩვენ ალბათ უფრო დღეს ვისაუბრებთ და ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარეც ალბათ უფრო უმაღლეს განათლებაზე, ხო, მე ასეთი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ზოგადი განათლება კიდე ცალკე სფერო არის და უმაღლესი განათლება და მეცნიერება კიდე ცალკეა. და საჭიროება, რა ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხანია დგას, რეფორმის დაწყება დიდი ხანია საჭირო იყო, თუმცა როგორც ამბობ ხოლმე, ანუ ისევ და ისევ გააჩნია ჩვენ სად დავინახავთ პრობლემის სათავეს. ანუ მაგალითად თუ პრობლემის სათავეს დავინახავთ იმაში, რომ ანუ რა არის ზოგადად პრობლემა დღეს. ხშირად ამბობენ ხოლმე და აი ყველაზე გავრცელებული ფრაზა არის, რომ მაგალითად განათლება არის დაბალი ხარისხის საქართველოში. და რომ აი სტუდენტებმა, როდესაც ისინი სკოლას დაამთავრებენ, მიდიან უნივერსიტეტებში, რაც ხადია, როდესაც უნივერსიტეტებში მიდიან, მათი მშობლები იხდიან ამისთვის საკმაოდ დიდ თანხებს. და როდესაც აი ეს გადაწყვეტილებების მიღება ხდება, მაშინ სტუდენტს უნდა გაიგოს, რას ნიშნავს ხარისხიანი განათლება. და ჩვენთან რატომღაც უკვე დამკვიდრდა ესეთ კონვენციურ ცოდნად და საყოველთაოდ მიღებულ, ასე ვთქვათ, დაშვებად, რომ საქართველოში განათლება არის ძალიან ცუდი ხარისხის.
მაგრამ აი რას ნიშნავს ეს ცუდი ხარისხის განათლება? აი ამაზე შეიძლება ბევრს განსხვავებული წარმოდგენები ხოდა მე ჰქონდეს. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა განსხვავებული წარმოდგენა და ყველაზე თვალშისაცემი ჩემთვის რაც არის, რომ მიმდინარეობს მსჯელობა აი ამ იდიომების გამოყენებით, როგორც არის ხარისხიანი განათლება, ან გაუნათლებელი თაობა, სხვადასხვა ცნებებს ისე იყენებენ, რომ ჩვენ კონტექსტში ხშირად არ ხდება ამის დაზუსტება. ანუ არა მეცნიერული მიდგომა არის. მეცნიერი როცა რაღაცას იკვლევს, ერთ-ერთი დიდი კომპონენტი მისი კვლევის ცნებების დაზუსტება. რა იგულისხმება? ჩვენ დიდი გაუგებრობებით ცნებების ჩვენ ვერ უნდა კონსტრუქცია, როცა შენ აგებ ლოგიკურს, ჩვენ უნდა გვესმოდეს ის შემადგენელი აგურები კონკრეტულად რას ნიშნავს და შენ ძალიან სწორად სვამ ამ საკითხს, რომ უნდა რას ნიშნავს საერთოდ განათლება, განათლების ხარისხი, განათლების სისტემა, მე როგორ სახელმწიფო და მე აქ ჩვენ მივალთ რაღაც პრობლემების სათავეს და მე, რომელიც ამ დარგის ეს პირდაპირ სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მაქვს ყოველთვის მქონდა ინტერესი და ჩემი გამოცდილება განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური აზრი გამოჩნია, მაგრამ ზათო რომ მოვისმინო სხვისა, რომ შენ სად ხედავ პრობლემის საწყის, რას გულისხმობ, რა უნდა იგულისხმებოდეს ხარისხიან განათლებაში და საერთოდ განათლებაში და რას თავარი ეს ყველაფერი გადმოვიტანოთ ქართულ კონტექსტში, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია ქართულ განათლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე. მე კიდევ ერთი ეჭვი მაქვს, რომ ადამიანები, ვინც აი ამაზე ლაპარაკობენ, ხშირად ცოტა გლობალურად და ინტერნაციონალურად უყურებენ ხოლმე აი საქართველოსში მიღებული განათლებით რაღაცა უფრო გლობალური კონკურენტუნარიანობაში წარმოუდგენიათ პროდუქტის ჭალებში, ესე უხეშად რო ვთქვა, პროდუქტის სტუდენტის ადგილი. აპრიორი უშვებენ, რომ საქართველო არის ამის განუყოფელი ნაწილი ამ სისტემის აპრიორი თითქოს აი ამ გლობალური რაღაც დასავლური ეკონომიკის მათ შორის ცივილიზაციის და ბუნებრივად ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ამ ესეც ჭალებში ცხადია გამარტივებულად რო ვთქვა, ამ ტიპის ცოდნა. სად არის სათავე, ხო? ანუ თანამედროვე საქართველოს ისტორიას თუ შევხედავთ ოდნავ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ახალი ერა სწავლის და განათლების და ცოდნის წარმოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იწყება 90-იანებიდან. როდესაც მთლიანად იცვლება სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ყველა ლოგიკა ზოგადად ის წარმართველი ლოგიკა, რაც უმაღლეს განათლებას გააჩნდა მანამდე. თუმცა ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მსაზღვრელი განათლების შინაარსისა იყო 2000-იანი წლები, ანუ ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს მისცა ინტერვიუ New York Times ინტერვიუს ჰქვია ამერიკის მეგობარი თუ ამერიკელი მეგობარი და მან ეკითხებიან ჟურნალისტი ეკითხება გეშინიათ თუ არა პუტინმა რომ თქვენი ლიკვიდაცია ბრძანოს ანუ პუტინმა რომ მოგგლათო და პასუხობს იმდროინდელი პრეზიდენტი დაახლოებით ეს არის 2008 წლის ოქტომბერში თუ არ ვცდები მიცემული ინტერვიუ და იქ ამბობს რომ მე არ მეშინია პუტინმა რომ მომკლას იმიტომ რომ საქართველოში უკვე იმდენად დიდია დასავლეთში განათლება მიღებული ან დასავლური ტიპის განათლების მქონე ადამიანების რიცხვი, რომ საქართველოს თავის გზას მაინც გააგრძელებს. ანუ მან ასე ვთქვათ, რატო ახლა ეს განცხადება მნიშვნელოვანი, მან ასე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური ასე ვთქვათ ქვეყნის ბედი დაუკავშირა დასავლურ განათლებას აპრიორი. ანუ მან თქვა რომ სინამდვილეში დასავლური განათლება მთელი თავისი კომპონენტებით არის ის რომ კარგი განათლება, ის პირდაპირ იგივდება ასე ვთქვათ ელიტებთან, ელიტები ფორმირდება დასავლური განათლებით და შემდგომ ამისა რომ მე რომც არ ვიყო მაშინ რა ქვია მთავრობაში და გადაწყვეტილების მიღები რომც არ ვიყო, ჩემს შემდგომ ვინც დარჩება, ისიც ჩემს გზას გააგრძელებს. ანუ ეს შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ასე ვთქვათ, განმსაზღვრელი იმისა თუ რა ჩაითვალა კარგ განათლებად. ანუ თუმცა მე მაინც ვერ ვიგებ შინაარსი არ დაზუსტებულ. ანუ რას ნიშნავს დასავლური განათლება? ჩვენ გამოუშვით მეგზევე, ინჟინერი, რომელიც აი გერმანული ხარისხით იცის მაგალითად გზის დაგება და აღარ არის ეს იგივე GPI დამთავრებული, რომელიც სხვა სტანდარტი აქვს. ანუ ისე ვიძახი ძალიან საინტერესო რამ გაიხსენე, მაგრამ ამ ინტერვიუს კვალობაზე ჩვენ ისე ვიძახი რა, ვერ ვიგებთ
ცნებების მიღმა რა იგულისხმება რა დასავლური განათლება დასავლური განათლება რაში ანუ ეს ზოგადად სტილისტიკა უბრალოდ დასავლური სტანდარტის არის აი მე ვერ ხვდები მაგალითად ხო ნუ თავად სააკაშვილი რას გულისხმობდა მაშინ დასავლურ განათლებაში ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით ახლა რაღაც კონტურები თვითონ გავამკაფიოთ პოლიტიკური ფიგურის მოღვაწეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მაღალი სიზუსტით მას რა შეიძლება რა შინაარსი შეიძლება ეს ალბათ უფრო ღირებულებითი ნაწილი და ორიენტაცია იგულისხმება ამაში და არა საკუთრივ განათლების შინაარსი ხო ეხლა რას ავიღოთ ფილოსოფია ხო განათლება რომ ვინმეს გონია რომ საბჭოთა ფილოსოფია ისწავლებოდა სადაც დასავლური ფილოსოფიური მიდრეკი მარტო ისტორიული მატერიალიზმი ან დიალექტიკური მატერიალიზმი ისწავლებოდა და არა დასავლური ფილოსოფოსები და არავინ არაფერი არ იცოდა და ეხლა დასავლური განათლება ნიშნავს რომ აღარ სწავლობ არ ვიცი ლოსებს თუ ბერდიაევს და სწავლობ ჰეგელს ანუ ძალიან ესეთია პირობითია რა თქმა უნდა პირობითია იმიტომ რომ დასავლურ განათლებაში რა თქმა უნდა ჩვენ ახლა კრიტიკულად ავიღეთ ეს განცხადება იმდროინდელი პრეზიდენტის მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა დასავლური განათლება არ ნიშნავს იმას რაც მიშა სააკაშვილმა მაშინ იგულისხმა ხო დასავლური განათლება როგორც ასეთი ბევრად მრავალფეროვანი რამ არის ვიდრე მისი გამოყენება ხდება იდეოლოგიური თვალსაზრისით ევროპის პერიფერიებში როგორც მაგალითად ჩვენ ვართ ან მის აღმოსავლეთ პერიფერიებში ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეს მაინც უკავშირდება როგორ ვთქვათ 90-იან წლები ვახსენეთ ხო და შევახსენეთ რომ შეიცვალა ყველაფერი. ანუ შეიცვალა ყველაფერი ნიშნავს რომ ერთის მხრივ დაიბადა ახალი სამეცნიერო ელიტა რომელიც უფრო მეტად იყო ინტეგრირებული დასავლეთის ცოდნის ინფრასტრუქტურებში. ანუ უფრო მეტი ინტეგრირება გულისხმობს იმას, რომ ამითი, ასე ვთქვათ, ეს მეცნიერები თუ ინტელექტუალები, პოსტსაბჭოთა ინტელექტუალები, მოდი ასე ვთქვათ, ხშირად წერენ ხოლმე ამ ლიტერატურაში, რომ პოსტსაბჭოთა ინტელექტუალებს 90-იან წლების თვის, აი ამ პერიოდში გარკვეული სტატუსობრივი შფოთი გაუჩნდათ. ანუ სტატუსობრივი შფოთი გულისხმობს იმას, რომ მათ ასე ვთქვათ, ისინი ძალაუფლებრივად აღმოჩნდნენ დაქვემდებარებულ პოზიციაში დასავლეთის ცოდნის ინფრასტრუქტურებთან მიმართებაში. ანუ ხვდებით რას ვამბობ, თუ მაგალითად ცივი ომი დამთავრდა და ფარდა აღარ არსებობს და არსებობს ერთიანი, ასე ვთქვათ, გლობალური ეკონომიკური სისტემა, რა თქმა უნდა, აქ არსებობს ერთიანი, ასე ვთქვათ, ცოდნის სისტემაც, ხო? ცოდნის სისტემა, რომელიც თავისი არსით არის იერარქიული. ანუ იერარქიული იმ გაგებით, რომ იქ იერარქიის სათავეში არიან ცენტრის ეგრეთ წოდებული განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნები. ანუ რას გულისხმობს ახლა ცოდნის იერარქია და იმის სათავეში ყოფნა. მაგალითად, ასეთ ქვეყნებში, უნივერსიტეტებში ძალიან დიდი თანხები იხარჯება კვლევისა და განვითარებისათვის. ტექნოლოგიები, ინოვაციები და მსგავსი, ასე ვთქვათ, მიმართულების ცოდნები ძირითადად იწარმოება არა პერიფერიულ ეკონომიკებში, არამედ იწარმოება ცენტრის განვითარებულ ეკონომიკებში. და ეს, რა თქმა უნდა, წარმოშობს იმას, რომ ცოდნის თვალსაზრისით ჩვენნაირი პერიფერიული ქვეყანა, ისეთი როგორიც გავხდით 90-იან წლების შემდგომ, უკვე უფრო მეტად კვლევაზე კი არ არის გადართული, არამედ უფრო მეტად სწავლებაზეა გადართული, იმიტომ რომ ხო ვიცით, რომ სწავლება და კვლევა ორივე, ასე ვთქვათ, მთავარი კომპონენტებია უმაღლესი განათლების, უფრო მეტად სწავლებაზეა გადართული და შესაბამისად კვლევითაც ვერ ერთვება იმის გამო, რომ ძირითადად დაფინანსება აკლია ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ დაფინანსების თვალსაზრისით ქრონიკული დაუფინანსებლობის მოცემულობა გვაქვს ასეთ ქვეყნებში და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ამ მიმართულებით. ეს წარმოშობს რას? ეს წარმოშობს იმას, რომ ინტელექტუალური ძალაუფლება, ხო, ძალაუფლების ერთ-ერთი სახეობაა, ანუ უნივერსიტეტებიც ძალაუფლების ინსტიტუტები არიან. და ეს ძალაუფლებრივი მიმართება დასავლეთის ცოდნის ინსტიტუტებთან მიმართებაში არ იყო ჰორიზონტალური. შესაბამისად, პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ძალიან ბევრმა მეცნიერმა, ინტელექტუალმა გადაწყვიტა, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო ცენტრის განვითარებულ, ასე ვთქვათ, ცოდნის ინფრასტრუქტურებთან, რაც მათ სტატუსობრივ შფოთვას უხსნიდა. ასე ვთქვათ, ერთგვარი კომპლექსიც არის, ხო? იმიტომ რომ შენ თუ არ ახარ იმ ძალაუფლებრივი სისტემის ნაწილი, რომელიც უფრო ძლიერია, მაშინ ინტელექტუალურად ვინ ახარ? და ამიტომ მათ ძალიან ბევრმა აირჩია, ასე ვთქვათ, ცენტრის პოზიციიდან სამყაროს ყურება.
ეხლა შენ და ამან თეორიები განსაზღვრა. ანუ ეპისტემოლოგიური საკითხია რა, არა მხოლოდ კლასობრივი პოზიციის არჩევის საკითხია, არამედ ეპისტემოლოგიური საკითხია, რომელიც შემდგომ განსაზღვრავს იმას, როგორ უყურებენ ეს ინტელექტუალები სამყაროს. რაც თქვი, ესეთ ენას მე შევეცდები უფრო სხვანაირად თქვა რა, იგივე. როცა იძახი რა 90-იანებში დაიწყო ძურები. მე ზუსტად 90-იანების მეორე ნახევარში ვიყავი სტუდენტი და როგორ შეიძლება ეს პერიოდი დახასიათდეს. პირველ რიგში ეს ახლა შეიძლება ჩვენთვის და ჩვენზე უფროსებისთვის ამას ძალიან ბანალურ ჭეშმარიტებას ვიტყვი და შეხსენება არ ჭირდებოდეს, მაგრამ თანამედროვე გაჩნდა ახალი თაობები, რომელსაც უბრალოდ აი რაღაცაზე უბრალოდ არ უფიქრია და არ დაგვირებულა როგორ იყო მას გონია, რომ აი არსებობს ქართული სკოლა, ქართული განათლება და ეს ყოველთვის ესე იყო, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც. ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ქონა არ ავტონომიურად ესე ცალკე დამოუკიდებლად არსებული განათლების სამეცნიერო სისტემა, არამედ ეს არის დიდი საბჭოთა კავშირის ნაწილი. უამრავი კვლევითი ინსტიტუტი საკავშირო დაქვემდებარებით, მეცნიერებათა აკადემია. ანუ ეს რაც შენ აღწერე იერარქიულობა, ეს ბუნებრივია იყო საბჭოთა კავშირშიც, რა თქმა უნდა იყო ავტონომიურობის დიდი ხარისხი, ანუ ადამიანს მარტივად ვთქვათ, შეეძლო ჩაებერებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაემთავრებინა თავისი ასპირანტურა, დოქტორანტურა, გამხდარიყო მეცნიერი, გაეგრძელებინა, აქვე ესწავლებინა, ქონოდა სამსახური, ანუ საქართველოსდან გაუსვლელად ის შესაძლებელი იყო ყოველ შემთხვევაში თეორიულად, რომ ის გამხდარიყო მეცნიერი. თუმცა იერარქიულობა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი ის დისერტაციას მოსკოვში დაიცავდა ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში. ამას რანგობრივად და ხარისხობრივადაც პირდაპირ ვთქვათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ღირებულება გააჩნდა, ხო? ევროპაშიც არ არის ხა ერთი უნივერსიტეტი მხოლოდ ერთი ცენტრი, ხო? უამრავია, ბევრი ქალაქია, სხვადასხვა ცენტრია, მაგრამ რაღაც პროფილურად გამორჩეული უნივერსიტეტები ბუნებრივია არსებობს. ანუ ეს არის ერთიანი სისტემა, რაც ბუნებრივია ჩვენ მთელ ამ საბჭოთა კავშირის სისტემის ნაწილად გვამყოფებდა. 90-იან წლებში მთელი ეს კავშირები წყდება. ანუ პირველ რიგში წყდება ეკონომიკური კავშირი და უბრალოდ რესურსის და დაფინანსების გარეშე რჩება ყველაფერი იმ სისტემაში, რაც ნიშნავდა ცენტრალურ ბიუჯეტს და გეგმიურ ეკონომიკას, ცხადია რომ ეს ინდუსტრიაც ნაწილი იყო მთლიანი ეკონომიკის, რასაც ცოდნა და განათლება და მეცნიერება ქვია და ყველაფერი რჩება ჰაერში. აბსოლუტურად. ხო, ანუ კვლევა ძიება სჭირდება რესურსი, ეს აღარ არსებობს და ჩვენ რჩება ძველი სისტემა ქრება, ახალი ჯერ არ დაბადებულა, შუაში არის ომი და უბედურება და ჩვენ გვრჩება ადამიანები, რომლებმაც იციან, ისინი არიან, მოდი ესე ვთქვათ, მარტივად სპეციალისტები და პროფესიონალები იმ ცოდნით და იმ სისტემაში, რომელიც აღარ არსებობს. ხო, ეს ყველაფერი ქრება. ამიტომ მათ დაიწყეს რაღაცნაირად ძიება და აღმოჩნდნენ. და ამ დროს შემოდის დასავლური საზღვარი იხსნება. ესენი არაკონკურენტუნარიანი ხდები. ჯერ მარტო ბანალური საკითხებიდან გამომდინარე, უბრალოდ ენა არიცი. ხო, მაგრამ არის უამრავი მიმართულება, რომელსაც არც სჭირდება ახლა ეგეთი ტიპის ესე რა ქვია. რაღაც დონეზე მაიჭირდება. ინგლისურისა და კომპიუტერის ცნება, ინგლისური, კი, ზუსტად, ინგლისური და კომპიუტერი. ანუ ეს იყო იმ დროს საბაზისო უნარჩვევა, რომელიც უკვე დასავლური განათლება დაფორმატებულია და ჩვენთან ეს გახდა ყვადაღებული ფრაზა, რა ინგლისური და კომპიუტერიც. ანუ ეს თუ არიცი დამთავრებული, შენ სულ პერელმანი რო იყო, არა აქვს მნიშვნელობა, შენ ვერ ინტეგრირდები აი ამ ახალ სამყაროში, რომელიც გაიხსნა და რომელიც შენთან შემოდის რესურსით, ფულით, რაღაც პატარა დონორია, დაფინანსება არის, რაღაც პროექტები და გრანტები, ეს სიტყვები საერთოდ არ არსებობდა ხო საბჭოთა კავშირში, მერე ჩნდება 90-იანებში. და ჩვენ ვიღებთ აი ამ ბუნებრივად ვიღაცა წავიდა რა თქმა უნდა უცხოეთში, ვიღაცა კონვერტიდა, ან ენა იცოდა, ან ისწავლა და ბუნებრივია რომ იქ გააგზელს. ანუ შენ რაც აღწერე, ეს ყველაფერი ესე ხდება და ეს არის მთელი 90-იანების დამღა, ანუ დავარქვათ ამას, ეს არის ინერციული ფაზა, ხო? პოსტსაბჭოთა პერიოდი. მაგრამ დგება 2003 წელი, მოდის რევოლუციური ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მე ვაშენებ ხა დასავლურ სახელმწიფოს და დასავლურ სახელმწიფოს რო ვაშენებ და ეს პირველადი შოკი, აი უცხოობის, რომ ვიღაცა მენა არ იცის ან რაღაც არ იცის, ხა 2003-ში რო შენ სტუდენტი ხდებიან 2004-ში. ეს ნიშნავს, რომ შენ სკოლა გაქვს დამთავრებული უკვე პოსტსაბჭოთა საქართველოში. ხო ხდები? მეც კი აი რამდენიმე კლასი საბჭოთა პერიოდში მომიწია, ხო, სწავლა სკოლაშიც კი და შენ უკვე 2004 წელს მიიღე მთლიანად პოსტსაბჭოთა პერიოდში სკოლა გამოვლილი იმ გაჭირვებაში და ასე შემდეგ, ბავშვი, რომელსაც ვისაც რა რესურსი ჰქონდა, ისინი უკვე თავიდანვე იციან, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და აი ამ რაღაცა დასავლური ახალი რაც შემოდინდა
ქვეყანაში აი ამისთვის უნდა მოამზადო. ანუ ინგლისური და კომპიუტერი ბავშვს უნდა ასწავლო. აი ხა ამის რესურსი არ ქონდა ალბათ 95%, მაგრამ უკვე შენ ხვდები საითმიდის ტენდენცია. და ეს ხალხი რო შედეს უკვე იძახიან, რომ აი ჩვენ ვქნით უკვე ახალ თაობას და იწყება ეს რეფორმა. ანუ რა ტიპის არის ეს რეფორმა? მე ბოლოსკენ უკვე ვიტყვი, ჩემი აზრით თავარი აცდენა არაში და არ გამოდის, მაგრამ შენ მიგაჩნია, რომ ეს არ იყო ის ნამდვილი დასავლური განათლება? და იმ დათქმით რომ კიდე არ ვიცით რას ნიშნავს ეს, რას ნიშნავს დასავლური განათლება. ხო, მე დავიწყები კიდე რომ შენ ძალიან კარგად ახსენი, ასე ვთქვათ, ის ნაპრალი, რაც გაჩნდა ერთის მხრივ მეცნიერებს შორის, რომელთაც ჰქონდათ ეს ასე ვთქვათ, საბჭოთა სამეცნიერო მემკვიდრეობა და მეორეს მხრივ ეს ახალი ასე ვთქვათ, მეცნიერთა ჯგუფი, მოდი ესე ორ ჯგუფად რო წარმოვიდგინოთ, მეორეს მხრივ ეს ახალი, რომლებიც გარკვეულწოდ აღიჭურვნენ იმ უნარებით, რომ მათ შეეძლოთ უფრო კარგად ინტეგრირებულიყვნენ დასავლურ სამეცნიერო სტრუქტურებში. ანუ ეს არის ორი განსხვავებული ჯგუფი. ანუ ჩვენ როდესაც აი ამ ორ ჯგუფს და ეს ისევ და ისევ მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის რა, ეს პოსტსაბჭოთა პერიოდი ყველგან აი ამ პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ერთნაირია. და ახლა რას გულისხმობს? მეტ-ნაკლებად ზოგიერთმა ქვეყანამ აი ასეთი რადიკალური გამიჯნა არ მოახდინა ამ ორ ჯგუფს შორის. ანუ რას ვამბობ, როდესაც ახალი ასე ვთქვათ ცვლილებები ხდება ხოლმე, როდესაც ახალი ეპოქა დგება, ეს ახალი ეპოქა ახალ უნარებს საჭიროებს, ხო, მაგალითად დღეს ხელოვნური ინტელექტი და ალბათ შევეხებით ამასაც. ახალ უნარებს, როდესაც საჭიროებს, ზოგადად მეცნიერები დასავლურ უნივერსიტეტებშიც თავისით კი არ ერგებიან ამ ყველაფერს, არამედ სისტემა ზრუნავს მათთვის აი ამ უნარების შესაძენად, ან მათთვის ამ უნარების მინიჭებისათვის. ანუ თქვენ რო ვამბობთ, რომ აი საბჭოთა მეცნიერები უცებ ახლა ხელის აღებით მოვნიშნეთ როგორც ახლა ჩამორჩენილები, ბნელები, რეტროგრადები, წითლები და ასე შემდეგ, რომლებიც კიდევ უფრო ქვედა საფეხურზე გადავანაცვლეთ აი ამ მონიშნვით, აი ასეთი იარლიყების მინიჭებით, მიუხედავად იმისა, რა შინაარსის ცოდნა ჰქონდათ მათ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ აი ეს კონკრეტული უნარები, რაც იყო აი ძალიან ტექნიკური საკითხები, როგორც არის მართლაც აი კომპიუტერული მეცნიერებების ძალიან საბაზისო დონეზე ცოდნა და ენების ცოდნა. ხო? ანუ მე იმას ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებებში ამ ხალხს არავინ არ დახმარებია, რომ აი ეს ბარიერები გადაელახათ და თავადაც გამხდარიყვნენ ახალი ეპოქის და ახალი დროების ნაწილები. ზოგადად ამას აკეთებენ დიდი ინსტიტუტები. ანუ დასავლეთშიც ახლა ანუ რას ვამბობ, ხო, როდესაც ახალი ტექნოლოგიები მკვიდრდება, როდესაც ახალი ეპოქა ახალ რაღაცას მოიტანს. ვინა ეს დიდი ინსტიტუტი? ზოგადად ამას ინსტიტუტი რას ნიშნავს? ანუ სამეცნიერო ორგანიზაციები, სახელმწიფოები ამას ცდილობენ, რომ საკუთარი მეცნიერები ესე ერთი ხელის მოსმით კი არ გააკეთონ. ჩვენ აღარ აი ნახე მე რამე ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო. არა, გასაგებია, ის რეალობა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უცებ ჩამოგვეშალა ყველაფერი აღრაფერი არ გქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მეცნიერებს ბევრად ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიდრე ეს აქვთ ხოლმე. ანუ მე რისი თქმა მინდა ამით, რომ სინამდვილეში აი ეს გამიჯნვა საბჭოთა ცოდნასა და თანამედროვე ცოდნას შორის იმდენად რადიკალურად და აგრესიულად მოხდა, რომ ჩვენ აი ამ გამიჯნვაში და განსაკუთრებით აი ვარდების რევოლუციის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, რომ ამ ცოდნას აი ამ გამიჯნვას ძალიან ბევრი კარგი რაღაც გადავაყოლეთ. და ეს რა თქმა უნდა პიროვნულად რო ტრაგედიის მომტანი იყო ძალიან ბევრი მეცნიერისთვის და ასე შემდეგ, ეს კიდე ცალკე რაღაც არის. ანუ მე მის თქმა მინდა რომ მე არ ვეთანხმები აი ასეთი ტიპის რადიკალურ აგრესიულ გამიჯნებს. მოკლედ, ეხლა ისო ჩემ ენაზე რო თქვა, რასაც შენ იძახი რა. ჩვენ 90-იან წლებში, ანუ შენ ალბათ ცოტა უფრო პატარა ხარ და ისე მოესწარი, მაგრამ ბავშვი იყავ. დავკარგეთ ყველაფერი. ეს არის უბრალოდ კატასტროფა რა. ნუ ეკონომიკურადაც შედარებულია, რომ ვარდნა რაც საქართველოს განიცადა იყო 9 მაისი 1945 წელი ბერლინში. ანუ სრული ნგრევა, ხო? ამ დონეზე არის ეკონომიკა ჩავარდნილი, მაგრამ ყველანაირი კავშირი წყდება. ანუ საერთოდ ყველაფერი კარგავს. ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოს, არ გვაქვს არაფერი. ანუ ის რაც მანამდე გქონდა, ჩვენ უბრალოდ იქიდან აღმოჩნდით რაღაც არეულ ზღვაში. ამიტომ ვიღაცას მოთხოვა პასუხისგებლობა აკიდა, რომ იმას უნდა ეკნა და არ ქნა, ესე ძალიან რთულია ერთ ადამიანამდე მიხვიდიან რაღაც პრობლემის სათავე. არა, პასუხისგებლობა კი არ უნდა მოვთხოვოთ, უბრალოდ უნდა გავაანალიზოთ რეალობა. აი, რეალობაში აღმოჩნდა ქართული სამეცნიერო კი, რაშიც აღმოჩნდა სახელმწიფო, იმის თქმა
მინდა იგივეში აღმოჩნდა ყველაფერი, არა მარტო მეცნიერება თუ საერთოდ ყველაფერი რა და ეს არის ტოტალური რაღაცა გრევა და მე იწყება რაღაცი შეკოწიწება. ეს შეკოწიწება იწყება ისევ საბჭოთა ცოდნით, ხო იმიტომ ჩამდის ედუარდ ჩევანაძე მოყავს იგივე ხალხი, რომ რაღაც ელემენტარული რესტავრაცია იცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში. შემდეგ ხდება რევოლუცია და უკვე მოდის ხედვა, რომ და მე იმაში საფუძვლად გეთანხმები, რომ იმის ნაცვლად, რომ შენ სახელმწიფოს რაღაცნაირად უკურნალო გაიაზრო, კორუფციას საშინელება დაამარცხო და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად ხდება ყველაფერი, ანუ ძალიან მკვეთრი ხაზის გავლება. ამის მიღმა უბრალოდ ეიჯიზმით თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ხალხი ჩაირეცხა მთელი ხალხი, ანუ ჩვენ აღარ გვჭირდება რაღაც ზღვარზევით ადამიანები, მოდი ესენი ჩავრეცხოთ და აი ახალი ჯეჯილი, ახალი თაობა და ამისგან ჩვენ შევქნოთ, ანუ ტაბულა რაზე ავიღოთ, იმაზე მე დავაწეროთ ჭყალებში დასავლური განათლება, რაღაცა სადღაც ვასწავლეთ და მე გამოვავსეთ იუსტიციის სახლები ამ ახალი ტიპის კლერკებით, თქვა. მაგრამ ესეც ჩვენ ძალიან მალე ვხედავთ, რომ უბრუნდება, ნუ ამ შემთხვევაში ამის ფასი მე გადაიხადა იმ ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ეს იმდენად რადიკალური რეფორმა იყო, ვერც გატარდა ბოლომდე, ნუ შეუძლებელია შენ მართლა ჩარეცხო ფიზიკურად ის ხალხი და ბუნებრივად მოუბრუნდა, იმიტომ რომ ეს ქვეყნის სახელმწიფო არის იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს, სახელმწიფო არის რაღაცა განყენებული. მაგრამ გადაცემის მეორე ნახევარში და ეს არის პრობლემა, ანუ ის რეფორმაც პრობლემური იყო, მანამდე კიდევ უარესში ცხოვრობდით, ხო ესეა. და შემდეგ, როდესაც შეიცვალა 2012-ში ხელისუფლება, გარკვეულწილად ის ყველაფერი, რაც მანამდე არსებობდა, ანუ გინდა სასწავლებლების კუთხით და ფინანსების წესი იქნება თუ ანუ სხვა რეფორმები, ხო? ვიცით რომ მისაღები გამოცდების ცენტრალიზაცია რაც გატარდა, ეს ყველაფერი გაგრძელდა. გაგრძელდა ვიდრე დღემდე, როდესაც დაანონსდა, რომ ეხლა მოხდება კიდევ ერთი დიდი რადიკალური რეფორმა. ოღონდ მე აქ მთავარი საკითხი მაინტერესებს. პირველ რიგში უკვე რამდენიმე ადგილას მოვისმინე, რომ იცი რა არის, განათლება არის რაღაცა განყენებული თავისთავადი ფასეულობა და ცნება, რომელზეც აი ესე განყენებულად უნდა ვიზრუნოთ და მისი ხარისხი და ასე შემდეგ და არ შეიძლება პირდაპირ დაუკავშიროთ და დაუქვემდებაროთ სახელმწიფოს საჭიროებებს და აი უბრალოდ სახელმწიფოს რაც ჭირდება გარკვეული ცოდნები თუ ექსპერტიზები, ამისი მიმწოდებელი რაღაც ქარხანა იყოს. ეს თავისთავადი ღირებულება და ცოდნა. ანუ მე მაინტერესებს შენ თუ ხსმენია ესეთი მოსაზრების შესახებ, ეთანხმები თუ არა და აბა როგორ უნდა იყოს. ხო, ეგდან ესეთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ჩვენ ეს ამხელა ისტორიული ექსკურსია, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ, იმიტომ რომ გვეთქვა რომ აი რა ტიპის კარგი განათლება როგორ იყო ინტერპრეტირებული აქამდე. ხო? და იქ პატარა ერთ რაღაცას წინა კითხვასთან დაკავშირებით და მე აუცილებლად გადმოვალ აი ამ საკითხზე განათლება როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. შენ თქვი რომ აი საბჭოთა განათლებაშიც მეცნიერები ასევე იერარქიულად იყვნენ დაქვემდებარებული, ანუ შედარება არ არის იმ იერარქიულობასთან, რაც დღეს არის ზოგადად აი ამ ვერტიკალს შორის, აი მაგალითად ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ დაქვემდებარებასთან, ეპისტემოლოგიურ დაქვემდებარებასთან, რაც მაშინ იყო. ანუ სრულად სხვა ტიპის დაქვემდებარებულობა გვაქვს დღეს და ძალიან კარგი იქნებოდა ამის პრობლემატიზება ზოგადად რო ხდებოდეს თავად სამეცნიერო ინსტიტუტებში. ეს ერთი საკითხი. ეხლა მეორე რაც შეეხება განათლებას თავად და არის თუ არა განათლება განყენებული ცნება თუ საერთოდ რასთან კავშირში უნდა განვიხილოთ კარგი და ცუდი განათლების რაობა, ხო? იმიტომ რომ კარგი და ცუდიც ისეთი ცნებებია, რასთან მიმართებაში კარგი, როგორი, ხო? ანუ ამ ნორმატიულ ცნებას განსაზღვრა სჭირდება. ზოგადად განათლებას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრი ფუნქცია, ხო? ცხადია, ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, როდესაც უმაღლეს განათლებას იღებს სტუდენტი ის საკუთარ უნარებს, კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტის, ხო, რაღაც ესეთ ან პროფესიონალიზებული ცოდნის მიღების შესაძლებლობა. აი ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ასე ვთქვათ, შემეცნების, განვითარების და ასე შემდეგ, ხო, ესეთი ფუნქცია რომ მივანიჭოთ. არსებობს ასევე სხვა ტიპის ფუნქციები, რომელიც განათლებამ შეიძლება ჰქონდეს. ერთი არის მაგალითად ასევე ეკონომიკური ფუნქცია. ამასაც განმარტავ ახლა და შემდგომ არის სოციალური ფუნქცია და შემდგომ კიდე შეიძლება იყოს პოლიტიკური ფუნქცია განათლების, რა, აი მოქალაქედ ჩამოყალიბება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ის პირველი რაც ინდივიდუალური ფუნქცია რაც ვახსენეთ, ეს ფუნქცია არის ის რაც ალბათ ყველაზე ზოგადად
ადამიანების ასე ვთქვათ ასოციაციურად ყველაზე ხშირად მოდის ხოლმე ჩვენს აზროვნებაში რომ აი უმაღლეს განათლებას თუ მიიღებ იქნები რაღაც კარგი მოაზროვნე განათლებული და ასე შემდეგ რაც კარგია აპრიორი მაგრამ ცოტა უფრო მაინც აბსტრაქტულ დონეზე რჩება ეს დისკუსია მეორე როდესაც საუბარია მაგალითად ეკონომიკურ ფუნქციაზე და არ ვიცი შეგვიძლია ალბათ სოციოეკონომიკური ფუნქციაც დავაკავშიროთ ზოგადად ქვეყნები განათლების სისტემას ეკონომიკასთან განყენებულად არ ხედავენ. ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ განათლებას აქვს თავისი ფუნქცია იმის მიხედვით თუ ზოგადად რა პოზიციაზეა ქვეყანა ეკონომიკურად მსოფლიო სისტემაში. ანუ თუ ქვეყანა აწარმოებს მაღალ ტექნოლოგიურ ცოდნას, თუ ქვეყანა არის განვითარებული ეკონომიკურით, ქვეყანა აქვს ინოვაციური ეკოსისტემები და ასე შემდეგ, აქვს ინდუსტრიები, წარმოება და ასე შემდეგ, არ არის იმპორტზე დამოკიდებული, ესეთი ქვეყნები განათლებას როგორც წესი განათლების ფუნქციას უყურებენ ტრანსფორმაციულად. ანუ განათლება არის ის, რაც ეკონომიკის გარდაქმნას ემსახურება. ანუ ეკონომიკის გარდაქმნას იმაზრით, რომ ეკონომიკის წინსვლას ემსახურება, მაგრამ პერიფერიულ ქვეყნებში, ანუ პერიფერიული ქვეყანა ვართ ჩვენც ამ შემთხვევაში, პერიფერიულობა გულისხმობს იმას, რომ აი ყველაზე ზოგადად რო განვარტოთ, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული, არა გვაქვს წარმოება, გვაქვს მხოლოდ ნედლეულის ექსპორტი, იაფი შრომის და იაფი მუშახელის ექსპორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე შრომა ჩვენთან არის ძალიან იაფი და ასეთი ტიპის მახასიათებლები, ხო? ანუ ასეთ ქვეყნებში და გეოგრაფიულად დისტანცია გვაქვს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებთან. გეოგრაფიული დისტანცია შეიძლება არ იყოს აქ ძალიან განსაზღვრელი, არ ვიცი, მაგალითად გლობალურ ჩრდილოეთსაც და გლობალურ სამხრეთს ამ ცნებებს რო იყენებენ სამეცნიერო ლიტერატურაში, გლობალური ჩრდილოეთი არ ნიშნავს აუცილებლად ჩრდილოეთში პოზიციონირებას. გლობალური ჩრდილოეთი თავისი გეოგრაფიულობას რა, ჩრდილოეთში მდებარეობას ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ქვეყანა ეკუთვნის მდიდარ ჩრდილოურ ქვეყანას. და ესეთი მდიდარი ჩრდილოური ქვეყანა შეიძლება საკმაოდ სამხრეთითაც მდებარეობდეს, მაგრამ იყოს ეკუთვნოდეს ამ ქვეყნების კლუბს. ამ შემთხვევაში აი პერიფერიული ქვეყნები, პერიფერულ ქვეყანაშიც განათლებას თავისი ფუნქცია აქვს ხოლმე. ანუ ცენტრსა და პერიფერიას შორის ის ურთიერთობაა, რომ ზოგადად ეს არ არის თანაბარი ურთიერთობა და აქ მუდმივად არის უთანასწორო მიმოცვლა და მთელი ამბავია ამ ყველაფერში. სისტემის ლოგიკა ის არის, რომ სისტემას არ აწყობს პერიფერიული ქვეყნები ოდნავ მაღლა ავიდნენ. სხვა შემთხვევაში სისტემის ლოგიკა შეიცვლება. ამიტომ სისტემა თავისით ანიჭებს პერიფერულ ქვეყნებში განათლებას თავის ფუნქციას. და ეს ფუნქცია ხშირად არის ხოლმე, აი მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ განათლება ბაზარს უნდა მოემსახუროს. ეს ბაზრის მომსახურება ამ შემთხვევაში არის უკვე სისტემის მიერ შენი განათლებისთვის მინიჭებული ფუნქციის შენარჩუნება. ანუ ეს არის იმ სტატუს კვოს შენარჩუნება, რა ეკონომიკაც გაქვს. ანუ ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად განათლებაზე დღეს ახლა მაგალითად დღევანდელი საუბარიც შეეხო დღევანდელი ნიუსი, ასე რომ ვთქვათ, შეეხო იმას, რომ დამოუკიდებელ საქართველოში პირველად მოხდებაო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მორგება, ხო. ეს ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ შრომის ბაზარი განათლებამ არ უნდა გაითვალისწინოს. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტი რომ ამთავრებს უნივერსიტეტს და უმაღლეს განათლებას, არსებობდეს მისთვის შესაბამისი, მისი კვალიფიკაციისთვის შესაბამისი სამუშაო ადგილები, რომელიც მას უმუშევარს არ დატოვებს აი ამდენი ნაღვაწის, ასე რომ ვთქვათ, შემდეგ, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეკონომიკურ ფუნქციაშიც, განათლების ეკონომიკურ ფუნქციაშიც, რომ დასაქმების პერსპექტივა არსებობდეს. და ზოგადად ეს დასაქმების პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად დღეს არსებულ მოცემულობას, როგორიც არის და გადავხედავთ შრომის ბაზარს, შეიძლება ვნახოთ, რომ შრომის ბაზარი ძალიან ბევრ ინტელექტუალურ ტრადიციას თუ დისციპლინას და ასე შემდეგ საერთოდ არც საჭიროებს. ასეთები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი მიმართულება თუნდაც ფილოსოფიაში, ხო? ანუ ფილოსოფიური
მიმართულებები, მათ შორის რაღაცა ქართული ენა და ლიტერატურა მომყავს ხოლმე ხშირად მაგალითად, რომელიც დღეს საბაზრო მოთხოვნის მთავარი ის არ არის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ მე ვიხდე ბაზარს რაში ჭირდება, ხო? კი, ის ყოველთვის ნახულობს, თქვა, აი კრეატიული ინდუსტრიები, თუ რაღაც დონეზე ჭირდება მას ადამიანებს, რაღაცა წაუკითხავს წიგნი, ხა ძალიან პრიმიტიულად და უტრირებულად ვიტყვი. ამას ისედაც იპოვნის სადღაც. ანუ ეს მოთხოვნა იმდენად პატარა არის, რომ ეს ქვეყანამ შეიძლება ქვეყანაშიაც გაჩნდეს ადამიანი, რომელიც წიგნს წაიკითხავს და რაღაცნაირად კრეატიულ ინდუსტრიაში მოხვდეს და ეგ დიპლომს მოკლედ არავინ რაღაც სარეკლამო სააგენტოში პირველ რიგში არ შეგიმოწმებენ, ხო შე რა იცი რა გამოგდის და ასე შემდეგ, უნარებს და ნუ რამდენად რაღაც მოახერხე. და მეორეს მხრივ როგორც ისეთი საგნებია, შენ კარგად დაარქვი, რომ ტრადიციული, იმიტომ რომ ჩვენ ამის გარკვეული ტრადიცია გვაქვს, ხო, φιλოსოფიის, სხვადასხვა ტიპის ის ჰუმანიტარული თუ ფილოლოგიური მეცნიერების. ძალიან დიდი ტრადიციები გვაქვს. ბაზარი ამას საერთოდ არ ითხოვს, ბუნებრივია და ერთ-ერთი დამკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფო. სახელმწიფოსაც ეს უკვე ძალიან ისე დავიწროებულად ჭირდება, ძალიან პატარა არის მოთხოვნა მასზე, რაც შეიძლება თქვა, რამე სჭირდებოდეს და ამაში ფული ჩადოს. ესეც მე თუ მკითხავ, ამ ეტაპზე ინერციულია და საჭიროებს სერიოზულ გადააზრებას, აი ჩვენ დაველაპარაკოთ მეცნიერებს, ვინც შემორჩა აი ამ ტრადიციულ დარგებში, ისინი გეტყვიან რა კატასტროფა ხდება, იმიტომ რომ მალე გაქრება ელემენტარულად ადამიანები, უბრალოდ გარდაიცვლებიან, ვინც რაღაცა იცის და იმის გამგრძელებელი არავინ არ რჩება და მე ეს ცოდნა ხელახლა არის მოსაპოვებელი, ხო ეს ლამის უკვე ის წიგნებიც იყრება, არა თუ ის ელექტრონულად ნახავ ამას. გადაიყარა ბევრი. ხო და ამიტომ ამის დამკვეთი არის სახელმწიფო. თუმცა სახელმწიფოც ამ შემთხვევაში არის დამსაქმებელი. ანუ ეს გადააზრება მოითხოვს იმას, მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ იმ თეორიის მომხრე, რომ უნდა განსაზღვროს ეს, ჩვენ ბევრი რამ გამოყვა ინერციულად. მივეჩვიეთ, რომ აი ჩვენ გვაქვს რაღაც ტრადიციული მეცნიერება. რასაც ჩვენ იძახი თეორიაში და ზოგადად მე გეთანხმები, რომ მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფოსთვის კარგია, მეცნიერების პატრონაჟი, ამის განვითარება, მაგრამ ის რასაც ჩვენ ტრადიციას ეძახი და მივეჩვიეთ, იმიტომ რომ ყველას ავიწყდება, რომ საქართველოსი არ იყოს საბჭოთა კავშირის და საბჭოთა კავშირი აფინანსებდა ამ ყველაფრის არსებობას და აფინანსებდა იმაზე უფრო მიზანმიმართულად და მეცნიერებაზე ორიენტირებულად, ვიდრე თუნდაც იგივე დასავლეთი, რომელიც მაინც ცხადია, რომ წარმოებაზე საბჭოთა კავშირიც იყო წარმოებაზე ცხადია, მორგებული და გეგმიურად ყველაფერს ინჟინერსაც ზრდიდა და ასე შემდეგ, მაგრამ იქ ამას კიდე პლუს ბაზარი განსაზღვრავდა, ხო? თავისუფალი. ამიტომ ეს დამთავრდა და სამაგიეროდ დარჩა ძველი ადამიანი და ინერცია, რომ ბავშვს დიპლომი უნდა ქონდეს. შენ თავარია რაღაცა დაამთავრა. ეგ ძალიან საინტერესოა, რატო დარჩა? ამაზე ეს ინერცია, ეს კულტურა, მოდი ესე დავარქვათ, ანუ განათლების მიღების კულტურა. არა შინაარსი, რომ განათლება რას ქვია, აი რა დარგს ქვია. ამავე დროს ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ბაზარზე არსებობს უამრავ სპეციალობაზე მოთხოვნა, ტექნიკური საგნების, მშენებელი არ ყავს წესიერი, ინჟინერი არ ყავს, დამგეგმარებელი არ ყავს, გეოლოგი, ჰიდროინჟინერი, მილევადია ეს ყველაფერი. ამაზე ანუ ქვეყნის ბაზარზე არის იმდენი შეკვეთა, რომ ეს მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არა. ანუ ამას თავისთავად რა პრესტიჟი ჭირდება დღეს გვასწავლეს ჩვენ უკვე ბოლო პერიოდია, რომ იმის რა ქვია ქუჩას რო ასუფთავებს იმის შრომაც პრესტიჟულია და ეს როგორ შეიძლება ინჟინრის შრომა პრესტიჟული არ იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ეს ვექტორი, როცა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ეგეთ წოდებული მოდური მიმართულებები, ეს რატომ შეიქმნა მოდა ცალკე საკითხია, მაგრამ თითქოს ეს ინერცია ყველაზე მძლავრად კიდევ მოყვება და საერთოდ მე ძალიან სიამოვნებით წავიკითხავდი კვლევას, სადაც აღწერილი არის კორელაცია რა დაამთავრა ხალხმა, რა ისწავლა, ანუ რა განათლებაში გადაიხადა ფული პროფესიული თვალსაზრისით და შემდეგ სად იმუშავა, სად გააგრძელა. მაგრამ აი გარკვეულწილად ითვლება, რომ შენ შეიძლება საერთოდ არაპროფილურად იმუშაო, მაგრამ აი დიპლომი უნდა გქონდეს. გინდა არ გინდა. აი პირველ რიგში ხა დიპლომის ეს კორელაცია არის ყველაზე პრობლემური და მოითხოვს ინტეგრაციას იმ მხრივ, რომ მე იმიტომაც მომწონს და უჭერ ხარს, რომ ეს მიდგომა, ანუ ფუნდამენტს ქმნის. მოდი ჯერ დავიწყოთ როგორც მაი მასლოუს პირამიდა, ხო, ელემენტარული საჭიროებებით. მოვარგოთ ჯერ შრომის ბაზარს. ანუ ეს გაბერილი, უშინაარსო რაღაც ბუშტი განათლეები გავაკროთ, იმიტომ რომ ტყუილა იხარჯება დრო, ენერგია, რესურსი, სახელმწიფო ამაზე ფულს ხარჯავს და ამთავრა ბავშვმა რაღაც სოციოლოგია და არც ერთი დღე არ მუშაობს ამ სოციოლოგიის სპეციალობით. რატომ? მე არ ვიცი ხა შენ უკეთესად იცი როგორ არის როცა ადამიანი გადაწყვეტს რომ მიიღოს უმაღლესი განათლება დასავლეთში ევროპულ ქვეყნებში ის ამას რამდენად როგორ არჩევანს რას დაყნობით აკეთებს აპირებს ალბათ რომ გააგრძელოს ხო მე ამ პროფესიიდან მუშაობა ან მეცნიერება და კვლევა ჩვენთან ეს ინერცია არსებობს და საინტერესო იქნებოდა ამის დათვლა
ამ მიმართულები ამ ხრივ აი ამ არგუმენტზე დაყრდნობით არ არის გამართლებული რომ ეს მანკიერებები აი ამ რეფორმის პროცესში მაინც იქნებ ჩაიჭეხოს? ხო, პირველ რიგში ის რომ ჩვენთან შენახსენა რომ ჩვენთან არსებობს სწრაფვა დიპლომებისკენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი დროიდან, ხო? რომ აი რაღაცა დიპლომა, იუ დიპლომოს ასეცოს ხო, რომ აუცილებლად უნდა ჩააბარო, მიიღო განათლება. ეს საინტერესოა რასთან იყო დაკავშირებული ისტორიულად. ანუ ისტორიულად ეს დაკავშირებული ჩვენ საზოგადოებაში დაკავშირებულია იმასთან, რაც არის განათლების მეოთხე სოციალური ფუნქცია. ანუ სოციალური ფუნქცია ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ განათლება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ადამიანი სხვადასხვა ოჯახებიდან უმაღლეს განათლებას რომ დაეუფლებოდა, ის ამითი შეძლებდა სოციალურ აღმავალ მობილობას, რასაც ეძახიან. ანუ დაბალი კლასიდან მაღალ კლასში გადანაცვლება იქნებოდა უფრო იოლი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობის მიღწევის პროცესში განათლების მიღება იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. შემდგომ ეს უკვე რა თქმა უნდა 90-იანი წლებიდან ესე აღარ იყო. ანუ განათლების მიღება აპრიორი აღარ ნიშნავდა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალურ მობილობას, უბრალოდ გაქრა. აი ის მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურით, ხო? უხეშად რო ვთქვათ, შესაძლებელი იყო სოფელში რო ცხოვრობდა და აი ის არსებობს უამრავი ფილმიც ხო გადაღებული და უნდა ქალაქში გადმოსწროს უკეთესია დიპლომიანი სიძე, ანუ ტყუილა არ უნდათ, რა უნდათ, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა კონკრეტულ ხელშესახებ რაღაცას. მაგრამ მე რატომ ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რაღაცა საბჭოთა კულტურულ გადმონაშთად, სადაც ვიღაცები უბრალო პრესტიჟის გამო ცდილობენ რაღაც. უბრალო პრესტიჟის არ იყო, ამას ჰქონდა სერიოზული მატერიალური საყრდენი. ეს შემდგომ გახდა უკვე რაღაცა უბრალო პრესტიჟად ჩაითვალა, რომ რაღაცა ვიღაცები ცოტა მატრაკოცულად ცდილობენ განათლების მიღებას და სინამდვილეში ამის უკან არაფერი ყრია. თუ მე ახალგაზრდა გვისმენს, ერთი რემარკა უნდა გავაკეთოთ, რომ საბჭოთა კავშირში შენ როდესაც სახელმწიფო უფასოდ გასწავლიდა და მე დიპლომს მოგცემდა, ის უზრუნველყოფდა, შენ ვალდებული იყავი, რომ გემუშავა, ჯერ ისეთი უმუშევრობა იჯებოდა და ის უზრუნველყოფდა შენ სამუშაო ადგილით, რომელიც თუ უბრალოდ ადამიანს სადაც სოფელში უპასპორტო გლეხად ცხოვრობდა იმაშვილი ყავდა, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა გაენაწილებინე, იმაზე უკეთესი იყო, ხო, ეს ვითარება. ამიტომ ეს სოციალური მობილობა ანუ სრულიად სხვა კონტექსტია. ეხლა დღევანდელი თავა მიჩვეულია, რომ ანუ ვინ უნდა იზრუნოს. ეს შეზეა დამოკიდებული. შენ რაღაცა მიიღე და შემდეგ შენ უნდა ეძებო ბაზარზე რაღაც. ზუსტად თავისუფლების ნარატივია ეს რა. ანუ ეს არის ის, რომ მაგალითად შენ ხარ თავისუფალი, ანუ შენ გინდა იმუშავა, მაგალითად სამართლებრივ ტექსტებსაც ხშირად ჩამიხედავს აი ამ მიმართულებით, როგორ არის ინტერპრეტირებული აი ეს საბჭოთა გამოცდილება, სადაც იძულებით შრომას ეძახიან ხოლმე. ანუ თითქოს ახლა იძულებითი შრომა ცოტა კიდე სხვა ასოციაციურად მივყავართ ბევრად მჩაგვრელ პრაქტიკასთან, მაგრამ აი რაც ახსენე, რომ უმუშევრობა პირიქით აკრძალულიც იყო, ხო? ანუ რომ დაამთავრებდი, მე აუცილებლად უნდა გემუშავა სადღაცა. ანუ ეს იყო სრულიად სხვა სოციალისტური წარმოების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ელემენტი, სადაც დოვლათი იქმნება ყველასთვის და შენ თუ ხეირობ დოვლათით, შენს კონტრიბუცია უნდა გააკეთო ამ დოვლათში. შენც უნდა გაიმუშაო, ხო? ანუ როდესაც ეს მთელი ეს ლოგიკა შეიცვალა, ეს ინტერპრეტირდა როგორ, რომ ახალ პოსტ-სოციალისტურ ეპოქაში ადამიანი არის თავისუფალი. თავისუფალი ადამიანი თვითონ წვეთს სად იმუშაოს, როგორ იმუშაოს, კონტრაქტის პირობები როგორ დაალაგოს, ასე ვთქვათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველთვის გამორიცხავს ხოლმე იმ ძალაუფლებრივ ასიმეტრიას, რაც არსებობს დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის. ანუ მაგალითად დღეს რომ სპარში სტუდენტები მუშაობენ, ან რა ვიცი, ქსელურ მარკეტებში ხო არა აქვს კონკრეტულად დასახელების მნიშვნელოვანი ბრენდს არ აქვს, მნიშვნელობა ყველა თითქმის ერთ და იგივეა. სტუდენტები როდესაც მუშაობენ და ხშირად არ ვიცი, ყველა გადავყრივართ ალბათ დაღლილი თვალები, დღამე მომუშავე ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს, ხო, ანუ რომლებიც ასევე თან გვერდით სწავლობენ ამის პარალელურად და აქ მუშაობენ, იმიტომ რომ საკუთარი სწავლა უზრუნველყონ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეს ინტერპრეტირდა როგორც პირველი რომ შრომა აღარ არის, ასე ვთქვათ, არტეხავს, ხო, ანუ ეს ჩვეულებრივი კარგი პრაქტიკაა და მეორე ის რომ თავისუფალი ადამიანი ის თავად განსაზღვრავს მის შრომის პირობებს, მაგრამ სინამდვილეში აი აქედან აი ეს ძალაუფლებრივი ურთიერთობები რაც არსებობს, მაგალითად ქსელურ მარკეტების დამსაქმებელსა
ხელმძღვანელსა და იმ სტუდენტებს შორის არის ის, რომ აბსოლუტური უპირატესობა არის დამსაქმებლის მხარეს. ხელფასის განსაზღვრის, დღის წესრიგის განსაზღვრის და ყველა თვალსაზრისით. ანუ მათ უმეტესობას იმის შესაძლებლობაც არ აქვს ხოლმე, რომ საკუთარ სწავლის განრიგს მოარგონ ეს სიტუაცია. ანუ რისი თქმა მინდა აი ამ ყველაფრით რა, აი სოციალურ ფუნქციას რო დაუბრუნდეთ განათლების, იყო ჩვენს ისტორიაში გამოცდილება, როდესაც განათლება იყო წინაპირობა სოციალური წინსვლის, ამის მატერიალური საფუძვლები მოიშალა, მაგრამ დარჩა კულტურა. რაც ცუდი სულაც არ არის, განათლებისკენ სწრაფი კულტურა არის ძალიან კარგი რაღაცა. იმიტომ რომ მაგალითად დღეს ჩვენ ვიცით, რომ კრეატიული ინდუსტრია ახსენე და მარკეტერები და ასე შემდეგ, მაგრამ განათლებულ მარკეტერზე არავინ არ საუბრობს. მარკეტერი გულისხმობს სხვა ტიპის უნარების აუცილებლობას, რომელიც ამ მარკეტერს უნდა ჰქონდეს. ანუ ის უნდა მოერილოს ამ არსებულ, ასე ვთქვათ, შრომის ბაზრის გამოწვევებს, სადაც ის უფრო ეფექტურად შეძლებს თავისი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, დაბრენდვას იქნება თუ სხვა ფუნქციის შესრულებას, მაგრამ მარკეტერისგან არავინ არ გულისხმობს, რომ მან კლასიკური ფილოლოგია უნდა იცოდეს, ან რაღაც კლასიკური ლიტერატურა უნდა ქონდეს წაკითხული და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე იმის თქმა მინდა, რომ კულტურაც იცვლება. ანუ ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში, სადაც განათლებული ადამიანი სოციალურ სტრუქტურაში რაღაცა ავტორიტეტს ნაკლებად წარმოადგენს. რაც ცოტა არ იყოს დამთრგუნველია მასთვის, ვინც სამეცნიერო შრომას ეწევა და რაღაცნაირად, ანუ პრიორიტეტების თვალსაზრისით საკმაოდ ესეთი ქაოსური სიტუაცია გვაქვს. ჩვენი დროის ერთ საიდან 50 წუთი აი ამ მიმოხილვას დაუთმეთ. ამიტომ დარჩენილ დროს უბრალოდ გთხოვ შეფასებას. იმდენად რამდენადაც ცნობილია და ვიცით დაანონსებული რეფორმის შესახებ, შენზე ამარ შტაბ-ჭრილმა მოახდინა ის კონტურები, რაც დაინახე ან ვერ დაინახე, რა მოლოდინი გაქვს, ერთი რომ რამდენად სწორი მართულებით მიდის ან ხარვეზებით მიდის ის რაც ვიცით, ამას გულისხმობ, თორე ჯერ აწი იწყება ხო ნაბიჯების გადადგმა და შენი მოლოდინით რას მოიტანს ეს რა ტიპის ცვლილებას? პირველ რიგში ალბათ ის არის მნიშვნელოვანი, იმის აღიარებაა მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი. ანუ ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი კონცეპტუალური თვალსაზრისით. ანუ ზუსტად ის დისკუსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსჯელობთ, ხო, აი რა არის კარგი განათლება და რა არის ცუდი განათლება. ვინ განსაზღვრავს რა არის კარგი განათლება? ანუ ვის აქვს იმის ძალაუფლება, რომ განსაზღვროს აი ამ ქვეყანაში რა ჩაითვლება კარგი განათლებად. ხო, აი ეს თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები და კონცეპტუალური თემებია, რომელზეც მსჯელობაც მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად პრობლემები დავსვათ. ის რომ ზოგადად ამ საკითხზე პრობლემები აქამდე არ ისმებოდა და ეხლა რაღაცნაირად შეგვიძლია უკვე ამაზე საუბარი, გარკვეულწილად კარგი არის და უნდა რაღაცა მათთვის, ვინც ამ სიტუაციას უყურებს, რაღაცა სოლიდარული კრიტიკიდან და არა იქიდან, რომ რაღაცა არალეგიტიმური მთავრობა ახორციელებს არალეგიტიმურ რეფორმას და ასე შემდეგ. ანუ არ გულისხმობ ამ ხალხს რა, ანუ ის კრიტიკა არასერიოზულად მიმაჩნია. მაგრამ მეორეს მხრივ მას შემდეგ რაც ვაღიარებთ რომ არსებულ სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევაა მას შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი საკითხის არ ვიცი, სიღრმისეულად გაანალიზება. ანუ ამ შემთხვევაში მე მაგალითად ჯერჯერობით ბევრი დეტალი არ ვიცი, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, რა იქნება მომავალში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ის რეფორმის კონცეფცია, რაც გვაქვს, ჯერ არ ვიცი, დღესაც უნდა იყოს თუ არ ვცდები რაღაცა დაანონსდა ყოველ შემთხვევაში რაღაცა პრესკონფერენცია და ასე შემდეგ, ხო. მაგრამ დეტალები ყოველ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მივდივართ ჩვენ აი ხარისხიანი განათლებისკენ და კარგი განათლებისკენ ეს დეტალები ჯერჯერობით ესე მკაფიოდ ცნობილი ჩემთვის არ არის, ამიტომ მიჭირს ხოლმე კონკრეტული პასუხების გაცემა იმაზე, რომ აი რას უნდა ველოდოთ. თვითონ ის ფაქტი, რომ ამაზე ასე ვთქვათ დავიწყეთ საუბარი და დაიწყო და ასევე არ ვიცი მე ხშირად ვამბობ ხოლმე იმ ვახსენებ ხოლმე იმ საკითხს, რომ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოქმედებენ როგორც გარკვეული ტიპის იდეოლოგიზირებული მანქანები,
რომელშიც არანაირი დემოკრატიული აზრთა გაცვლა გამოცვლა არ ხდება და არანაირი ასე ვთქვათ აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმი და ასე ვთქვათ სამეცნიერო განსჯის პროცესები ყოველ შემთხვევაში ნაკლებად წახალისებულია. ანუ ეს ამით იმის თქმა მინდა რომ აი მაგალითად ჩვენ ხო დასაწყისში ვახსენეთ ელიტები, რომლებიც სამეცნიერო ელიტები, რომლებიც დასავლეთთან ინტეგრირდნენ. დასავლეთთან ინტეგრაცია გულისხმობდა რომ რაღაცა ტიპის ავტონომია გახდა მათი ანუ სახელმწიფოსგან ადგილობრივი მთავრობებისგან ავტონომია გახდა მათი ერთ-ერთი მთავარი შაბლონი. მაშინ როდესაც დასავლურ უნივერსიტეტებსაც თავად რომ შევხედოთ, დასავლურ უნივერსიტეტებში ძალიან ხშირად საკვლევ პროგრამებს აფინანსებენ სამთავრობო ინსტიტუტები. და ეს ძალიან პირდაპირ ხდება. ანუ ამას არავინ არ ეძახის, ასე ვთქვათ, ავტონომიის შეზღუდვას. მაშინ როდესაც მსგავსი ტიპის, ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტი როდესაც არსებობს, მის მთავარ მიმართულებებს ხშირად განსაზღვრავენ სხვადასხვა ტიპის სამთავრობო ინსტიტუტები და ეს არასდროს არ არის შერაცხული, ასე ვთქვათ, მეცნიერის ან საკვლევი პროგრამის დამოუკიდებლობის შელახვად. და უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები არსებობენ საგარეო საქმეთა სამინისტროების დაფინანსებით, ან სხვადასხვა სამინისტროების დაფინანსებით და ცხადია, კოორდინაცია მუდმივი არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რა სჭირდება, რა ცოდნა სჭირდება. შემდგომ ის კი არ ერევა, რომ შენ ასე უნდა იკვლიო, ან ისე უნდა იკვლიო, არამედ ის ამბობს რომ მე აი ეს მინდა რომ ჩემი პერსპექტივა მე ეს მაინტერესებს. ხო, მაგალითად ქვეყანა რომ ვარ ახლა დღეს საქართველო, მე უნდა მაინტერესებდეს ასეთი გეოპოლიტიკური გადალაგების პროცესებში საქართველოსნაირი ქვეყნებმა როგორ შეიძლება გარკვეული ტიპის ბენეფიტი ნახონ, ხო? ეს ხო ძალიან დიდი საკითხია. ბანალურად რო ვთქვათ, აი რამდენმა იცის საქართველოში ინგლისური ენა და რამდენმა იცის სხვა ენები. იგივე ავიღოთ თურქული, აზერბაიჯანული, რაც ახლოს არის თურქულთან, სომხური, სპარსული ან ჩინური. და ხო შეიძლება ხვალდაზე გაუჩნდეს სახელმწიფოს რომ ვიღაცა ეს ენა კარგი საილუსტრაციო საგანია, თორე ეგ შეიძლება იყოს ენის მიღმა უამრავი საკითხია, უამრავი საკითხია, როგორ უნდა მოვილაპარაკოთ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები. ანუ ეს ნიუანსურია ძალიან. ამის იურისპრუდენცია კიდე ცალკე თემაა საერთაშორისო სამართალი და ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოც გამოდის დამკვეთი. საბოლოო ჯამში მე პროტესტი რასაც მე ვხედავდი იწილად რა თქმა უნდა ეს არის იდეოლოგიზირებული ეს მოწინააღმდეგეები ძირითადი შემადგენლობა არის ის ხალხი რომელიც მარტივად უნდა ვთქვა ეს არის ვისაც არ მოწონს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ რომელსაც თავისი რა თქმა უნდა იდეოლოგიური წინაპირობები გააჩნია და უბრალოდ ეს ცდება ეხა და ცდებოდა ჩვენი დისკუსიის საგანზე ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ლაპარაკი საბოლოო ჯამში როცა რეფორმის არსზე მიხვა ლაპარაკს და ჩვენ ნახავთ სხვათაშორის კვირის ბოლოს დებატების სერია დაიწყო ხელისუფლებამ ნებისმიერ ოპონენტთან, ვინც კი უბრალოდ ელემენტარულად გარკვეულ რამდენიმე კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს ამისთვის და ჩვენ ვნახავთ ამაზეც, რა თქმა უნდა, ლაპარაკს და როცა საკუთრივ რეფორმაზე მიდიხარ, იქ შეიძლება ბევრი არგუმენტი არ არსებობდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით, რომ ამნაირ პატარა ქვეყანაში მე ყველაფერი არის პოლიტიკის საგანი. დიდი მადლობა ნინო სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. ბუნებრივია ჩვენ დაველოდებით ეს მოვლენები ეხლა მხოლოდ იწყება, ამის განვითარებას და მომავალშიც არაერთხელ გვექნება საშუალება, რომ ვილაპარაკოთ, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, რა იცვლება და რა მიმართულებით. მე კი გემშვიდობებით, ჩვენ ეთერში დავბრუნდებით შემდეგ კვირას. მადლობა.